ეს გიორგია, ფსიქომოტორული სირთულეების გამო გიორგის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი აქვს და შემდეგი მხარდაჭერით სარგებლობს. ყოველთვიური ფულადი დახმარება, აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, ეტლი პოზის კონტროლით, დღის ცენტრში დასწრება, პირადი ასისტენტი სკოლაში. ეს კი ნინოა, ინტელექტუალური, მოტორული და მხედველობის სირთულეების გამო ნინოსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი აქვს და თითქმის იდენტური მხარდაჭერით სარგებლობს, რითაც გიორგი. კონკრეტულად, ფულადი დახმარება, აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, დღის ცენტრში დასწრება და ასისტენტი სკოლაში. თუმცა თუ დეტალურად განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ გიორგისა და ნინოს სინამდვილეში განსხვავებული საჭიროებები აქვთ. გიორგის ეტლთან ერთად სჭირდება დასადგომი საშუალება პოზის კონტროლით, აბაზანის სკამი და სპეციალური დასაჯდომი ტუალეტისთვის, სახელურების სააბაზანო ოთახში ეტლიდან უნიტაზზე უსაფრთხო გადასვლისთვის, სპეციალური ადაპტირებული ჭიქა და ჩანგალი, ადაპტირებული ტრანსპორტის მომსახურება სკოლაში სასიარულოდ და ადაპტირებული მერხი კლასში. ტაქსით სარგებლობა რეაბილიტაციის კურსებზე მისასვლელად. ასევე დღეში რამდენიმე საათით ასისტენტი ოჯახში, რათა მშობლებს სამსახურზე უარის თქმა არ მოუწიოთ და საცხოვრებლის გადაკეთება იმისთვის, რომ სახლში ეტლით გადაადგილდეს. ნინოს კი სჭირდება კომუნიკაციის დამხმარე საშუალება და მეტყველების ინტენსიური თერაპია, ელექტროგამადიდებელი მოწყობილობა და სათვალეები, ოკუპაციური თერაპია და ფსიქოლოგის დახმარება, მოტორული გააქტიურებისთვის ცურვაზე სიარული, ორთოპედული ფეხსაცმელი, ადაპტირებული მერხი სკოლაში და სკოლაში სასიარულოდ ტრანსპორტის მომსახურება, რადგან მის სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის. ეს ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვებისთვის დახმარების შეთავაზებისას აუცილებელია სახელმწიფომ ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოს. ეს დახმარება უნდა დააფუძნოს კონკრეტული ბავშვების საჭიროებებზე, რომლებიც განპირობებულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული ფუნქციონირებითა და გარემოთი, რომელშიც იზრდებიან. მიმდინარე სახელმწიფო რეფორმა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდამჭერი ღონისძიებები გამრავალფერომდეს. გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის მაკ ჯორჯიას მხარდაჭერით მიმდინარეობს მიზნობრივი დახმარების პაკეტებისა და სოციალური დაცვის იმგვარი სისტემის შემუშავება, რომელშიც ბავშვის საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერა იქნება გათვალისწინებული. სახელმწიფოს ვალდებულებაა შეუქმნას ყველა ბავშვს მზრუნველი და მხარდამჭერი გარემო.